სამწუთებში განცხადება კეთდება პარტია გახარია საქართველოსთვის ოფისში, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. Ну არა, უფრო პარტიისა, სხვა პასაჟებიცა. ბავშვი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ვეხმაურებით რუსთაველის გამზირზე და პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოსალოდნელი იყო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა საარჩევნო უბნების დახურვამდე 1 საათით ადრე. ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებში. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, როგორც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის აქციის ორგანიზატორებს, ისე ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთონ ძალადობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოცნებას ესარგებლა არაფრის მომცემი ბოიკოტით და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებით მიგვეღწია თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ოცნების დამარცხებისთვის და ყოლოდა ოპოზიციური მერები და საკრებულოები. ოცნებამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო გაიფორმა და აპირებს და ალბათ ბოლომდე მიიყვანს სრულიად დაუმსახურებელ ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას მუნიციპალურ არჩევნებში. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ყველას ერთად გვეზეიმა თბილისის გადარჩენა კალაძისა და ოცნების კორუმპირებული კლანისგან, სახეზე გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ბოიკოტისა და ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის იდეის ავტორ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ეკისრებათ. ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია. ჩვენი მხარდაჭერა ყველა ოპოზიციურად განწყობილ პროტესტანტს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ვინც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დარჩა იმედგაცრუებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო. გპირდებით, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად მოხდება ცვლილებები და ამას ჩვენი პოლიტიკური ძალა პარტია გახარია საქართველოსთვის გონიერი, ზომიერი, პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული მშვიდობიანი პოლიტიკური ნაბიჯებით მივაღწევთ. დიდი მადლობა. უკვე დაიხურა საარჩევნო უბნები, კენჭისყრის დღეს როგორ აფასებთ, გავრცელდა გორბის ეგზიტ პოლის შედეგებიც და ამ შედეგებს ალბათ უკვე გაეცანით. თვითონ ამ საარჩევნო პროცესს როგორ აფასებთ და გორბის კვლევის შედეგებს როგორ? გორბის კვლევის შედეგებს ჩვენ სერიოზულად არასდროს ვაფასებთ. არც ახლა ვაპირებთ ამ კვლევებზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთებას, ჯერ კიდევ ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, თავარი აქ ეს არ არის. თავარი არის ის, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა ბოიკოტისა და ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ავტორმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოცნებას ქონოდა საშუალება მაქსიმალურად მოეხდინა საკუთარი, ასე ვთქვათ, საარჩევნო შედეგების ლეგიტიმაცია. ეს არის აქ მთავარი. და რა თქმა უნდა, აქ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა გორბის ეგზიტ პოლის, რომელზეც ჩვენ არასდროს არ ვაკეთებთ სერიოზულ კომენტარებს. რაც შეეხება არჩევნების კენჭისყრის დღეს, თქვენ აკვირდებოდით ამ პროცესს, რა დარღვევებში საუბრობთ და რა შედეგებს აუღებთ? უამრავი დარღვევები იყო, კიდევ ვიმეორებ, ჯერ ჩვენ ველოდებით შედეგებს, მაგრამ მთავარი აქ რაც არის ის, რომ ეს საარჩევნო პროცესი ფაქტობრივად სრულად დისკრედიტაციის პირობებში წავიდა და ამაზე პასუხისმგებლობას სწორედ ბოიკოტის ავტორებს ეკისრებათ. ამის გამო მოხდა მაქსიმალურად ნაკლები ამორჩევლის მისვლა საარჩევნო უბნებზე და ოცნებას მიეცა საშუალება სრულად გაეკონტროლებინა პროცესები და საკუთარ ინტერესებში მოექცია, ასე ვთქვათ, მოეხდინა მთლიანად კაპიტალიზაცია აი ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებებისა და მათი ქმედებების. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში მოხდება ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანად.
ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ ვამბობთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობრივი ქმედებებისკენ, ხელისუფლების რაღაცა გაუგებარი გადაბარების პროცედურისკენ, მშვიდობიანი დამხობისკენ და ასე შემდეგ, ამ პოლიტიკოსებს არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასთან და კეთილდღეობასთან. ცესკოს წინასწარი მონაცემების შემდეგ როგორია თქვენი პარტიის და ნილოს გეგმები შეხვდით თუ არა საკრებულოში ამაზე კონკრეტულად ჯერ საუბარი ადრეა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, მაგრამ რა თქმა უნდა, აი სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენ გვექნება სერიოზული გადაწყვეტილებები მისაღები, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, მთავარი არის ის, რომ ეს სპეცოპერაცია თუ ოქტომბერში ჩატარდა მხოლოდ არჩევნებზე და საარჩევნო უბნებზე, დღეს ეს სპეცოპერაცია აი ამ რუსულმა რეჟიმმა, ავტოკრატიულმა რეჟიმმა უკვე ფაქტობრივად აი პასუხისმგებლო ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან ერთობლივად დაგეგმა და განახორციელა. აქ არის მთავარი, რაზეც დღეს ყველამ უნდა ვისარგებლოთ და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს მოქალაქეებს თვალი უნდა აეხილოთ. რეალურად ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვინც ასეთი უპასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ ადამიანებს და სრულ ლეგიტიმაციას აძლევენ ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ მათ ასე ვთქვათ მოახდინონ საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაცია. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მისაღები, მაგრამ ჯერჯერობით ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს. რაც შეეხება 15 ოქტომბრიდან პარლამენტი განაახებს მუშაობას ახალი წევრების უფლებამოსილება უცნობია თქვენი პარტიიდან, თუ მათ განიხილოთ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩვენ არჩევნებამდე თქვენ კარგად იცით, რომ არ ვაპირებდით ამ საკითხის განხილვას, ჩვენ ვრჩებოდით და ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში და დღეს ამ წუთას რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ მზად არ ვართ, რამე კონკრეტული პასუხი გაგცეთ. ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტს ვაგრძელებთ ამ მომენტის ჩათვლით, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ადრეს ვთქვით, რომ იმ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც შეიქმნებოდა ქვეყანაში 5 ოქტომბრიდან, ჩვენ ამ საკითხის განხილვას მიუბრუნდებით და ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას შევცვლით. ცხადია, ამ წუთის ჩათვლით ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. Adloba. Adloba.